თუ გქონიათ ისტორია სასიყვარულო, რომელიც არ შენარჩუნდა, არ გაგრძელდა, სხვადასხვა მიზეზების გამო დამთავრდა და თქვენ დღემდე გღრმით კითხვა, უყვარდით ხო არა მას? მაშინ ეს გაშლა შენთვის არის. მე ვარ ნათიეშა, ეს არის ჩემი არხი, გამოიწერეთ არხი და დალაიქეთ თუ მოგეწონათ ცხადი ამ შემთხვევაში. ვარიანტი გვექნება 3. ჩაიფიქრეთ. ამასობაში მე დავამატებით ერთ არკანს. ბაშო ზენდაროდან. არჩეთ ვარიანტი 1, ვარიანტი 2, ვარიანტი 3. შეგიძლიათ დააპაუზოთ ვიდეო და შემდეგ დააკვირდეთ. თქვენი არ ჩანს ხო არკანები, აი ვარიანტი 1, 2 და 3. დააპაუზოთ, აი ესე აერჩიოთ ვარიანტი და ამიტომ შეგახსენებთ, რომ ჩემი ნომერია 591233507 შეგიძლიათ მომწეროთ ვიბერზე, WhatsApp-ზე, მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ან Facebook გვერდზე ქართული შრიფტით რეიქი მკურნალი. კი ვიწყებ პირველი ვარიანტით. შემთხვევით ეს ადამიანი და ეს სიყვარული ძალიან ბავშვობაში ხო არ იყო, ბავშვობის ადრეულ ასაკში. შეიძლება იყო თავიდან რაღაცა გრძნობები, ჭაბუკური, მაგრამ ეს არ იყო სიყვარული, ეს იყო ძალიან დიდი მეგობრობა, ეს იყო პირველი შეხება საპირისპირო სქესის ადამიანთან, ეს იყო რაღაცა თბილი ემოციები, მაგრამ ეს კიდე არ იყო სიყვარული, ეს კიდე არ არის სიყვარული, თუმცა რაც იყო არის ძალიან ძვირფასი, ძალიან თბილი, ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ იყო პირველი შეხება, იყო წრფელი, იყო სუფთა, იყო მეგობრული. გაუშვი ტკივილები, გეუბნება და დაიტოვე მხოლოდ ლამაზი, სუფთა, ლაღი, წრფელი მოგონებები ამ ურთიერთობას. ნახოთ ახლა მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტი. აქ ვინც ჩაიფიქრეთ, ჩანს რომ ძალიან მტკივნეული ურთიერთობა და სიყვარული იყო ეს, სადაც ძალიან დიდი ცეცხლი იყო დანთებული, ძალიან დიდი ვნება, ოკეანე ვნებების, არ ვიცი, ქარიშხალი, ხანძარი, არ ვიცი, ძალიან დიდი მიზიდულობა და აქ ჩანს რომ ურთიერთობა დაანგრია ეგოცენტრულობა, მამაკაცის ეგოცენტრულობამ და სურვილებმა. იყო თუ არა სიყვარული, ამ სიყვარულს რქვა ვნება, აი ესეთი სიყვარული იყო ეს და სამყარო გეუბნებათ, რომ მიიღეთ ის როგორც ლაღი, თუმცა მტკივნეული იყო, მაგრამ რაღაც ლაღი, თავისუფალი გამოცდილება, ჩარჩოებს მიღმა გაშლილი თავისუფლება, დატოვა ის როგორც გამოცდილება და არ წაიღო ტკივილი მახსოვრობაში. და მესამე ვარიანტი. აქ კი საოცრად ძალიან დიდი სიყვარული ჩანს. სიყვარული, რომელიც ყველაფერს აერთიანებს თავის თავში, ნდობას, მეგობრობას, ვნებას, ღრმა ფესვებს, კარმას, მიწიერ და ზეციურ სიყვარულს. ეს არის სრული სიყვარული, წუხარ თუ ეს სიყვარული დასრულდა, მაგრამ ბედნიერი ხართ, რომ ესე უყვარდით ამ ადამიანს და დღემდე უყვარხართ. რაც შეეხება შეადარეთ ეს სიყვარული, სხვები სიყვარულსო და თქვენ დაინახავთ, კითხვაც არ გაგიჩნდება, რომ ეს იყოს საოცარი, ღვთიური სიყვარული. აი ესეთი მოკლე გაშლა გავაკეთე თქვენთვის. გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. დიდი სიყვარულით თქვენი ნათიეშა.